საღამო მშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ყველას მოგესალმებით, ძალიან დიდი სიყვარულით და პატივისცემით, განსაკუთრებით მინდა ჩემი ემიგრანტები, ჩემი საყვარელი ადამიანები, ჩემი ძვირფასი ქალბატონები მოვიკითხო, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არიან, მუშაობენ ისევ თავიანთი ოჯახებისთვის, ისევ თავიანთი ქვეყნისთვის, მაგრამ ძალიან ენატრებათ, რა თქმა უნდა, ოჯახები და სამშობლო. დღეს მე ცოტა განსხვავებული გადაცემა მექნება, იმიტომ რომ რაც ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ჩემი რესპონდენტიც, რომელსაც ველოდებოდი და გადაცემა ერთად უნდა გაგვეკეთებინა, უცბად რაღაცა ისეთი მოხდა, რომ ვეღარ მოვიდა. ამიტომ ჩემ ჩანთაში ყოველთვის მიდევს რომელიმე ჩემი წიგნი, გადავწყვიტე ჩემი ნოველები, მცირე პროზა თუ მოვასწარით, ნოველებიც წაგიკითხოთ. დავიწყებ განწყობილებით. მე იმ პურის ერთი ნამცეცი ვარ, შენი ხორცი რომ ჰქვია და იმ ღვინის ერთი წვეთი, შენი სისხლი რომ ჰქვია უფალო. მომეცი ძალა და გამაძლიერე, რწმენა გამიმტკიცე და ამარიდე ყველა ბოროტება, დამიცავი უკეთური სიტყვისგან და შურით ავსილი თვალისგან. გარშემო ხავსმოდებული ხსოვნის ტევში იმდუღრება წუთის სოფელი. არ დაივიწყოთო იესო, ტაძრებში საკმევლის ციმციმა ნისლი, სულის კორდებს მოსდებია ვედრებად. მიუტევეთო ერთმანეთს. ადამიანურ სევდაში ყვავილობს გულჩათხრობილი იმედი. აფხაზეთი და სამაჩავლო მხოლოდ ჭრილობად არ დაგვიტოვო, დაგვიბრუნეო ღმერთო. სიცრუე და სიძულვილი კორტნის დაუნდობლად ადამიანებს. რა გემართებათ? ერთად შევავედროთ მამული იესოს. ცაო, მაღალო და უფლის საცხოვრისო, გადმოგვაყარე ლოცვის მანანები, ცოდვიან მიწაზე მოღოღიალეთ. როგორც გალობისას ტაძრის სარკმელში ჩამომჯდარ მტრედებს, ისე დაგვიგურგურე, ჩაგვიხუტე, შვება მოგვეცი. ჩემს სვეტიცხოველს ჩახუტებული გევედრები, ნუღარ დაიმდუღრებიან ხატები მირონ მდინარი ცრემლებით. ლოცვის ძალა შეგვაშველე და არ გაგვიწყალო მირონის მადლი, ძალა მოგვეცი ჩვენი წილი ჯვარის ზიდვისა. მე შენ მიყვარხარ, წამხარ, გეთაყვანები და მე იმედები, ყველგან გხედავ და ვგრძნობ შენს უთბილეს მზერას, ზრუნველ ხელებს, გულისცემასაც ხშირად ვუსმენ და ბედნიერებისგან გაგიჟებულს კივილი მინდა. ისევ ჩვენთან ხარ, შენით ვსუნთქავთ, მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა. გემუდარები, ნუ მიმიტოვებ ჩემს სამშობლოს, ხელი ჩავჭიდე და ყველანი მხოლოდ შენ გამოყვებით. ჭეშმარიტების და შენი სიყვარულით მოკირწყლულ გზაზე, ოღონდაც არ მიგვატოვო, ჩვენთან იყავი. გმადლობ უფალო, ყოველი წამისთვის, წუთისთვის, საათისთვის, დღისთვის, რომელიც მაჩუქე, გმადლობ სიცოცხლისთვის უფალო. რა თქმა უნდა, ამას ყოველდღიურად უნდა ვამბობდეთ, რომ გაგვითენა ღმერთმა კიდევ ერთი მშვიდობიანი დილა და მადლიერი უნდა ვიყოთ უფლის. ჩემო ერთადერთო, ჩემო ხატისდარო. ახლა ამ ზამთარივით ცივია ქალაქი. გულზე დაცემული მჯიღით დაქადნებული სიყვარული, თითქოს სადღაც ჩაფლული ერთგულების საფლავის ჯვარს სინანულად გაჰყრიაო. გცივა და ვერ გათბობ, გჭირდები და საშენოდ ვერაფერს ვაკეთებ. ერთადერთო ჩემო, გული მწყდება ჩემს მიუხედრელობაზე, რატომ აქამდე არ შეგავი თვალის გიშერი. გული მწყდება, რომ აქამდე ვერ მოვახერხე, ვერც ცადა ხურე ქუდად და ვერც დედამიწა გავცვითე ქალამნად, საშენოდ. ცხოვრების გზებზე ხეტიალში, მხოლოდ იმედის ხელჯოხის ნამსხვრევებიღა შემომრჩა. გააფსუსებულ წარსულს კი ჭირისუფლად ისე ჩამოვუჯექი, როგორც საქართველოს გულის კედლებში ზურაბზე მუდამ გლოვიარე სურამის ციხე. უკარქაშო ქმრების სამუდამო ნაჭდევივით მატყვია ქართული ჯვრების სიყვარული სულის დროშებზე,
სინანულის აზარფეში შესმული არაგოლების ხმა ჩამწყდარი კვნესა, შენს წინაშე გადასახდელ ვალივით მეწვის. საკუთარი სულის საკანში, საქართველოს ჯვარცმის ლურსნებიდან სისხლი მეცმდის გაუთავებლად, ღალატის ნებისფერულად. ახლა ზამთარივით ცივია ქალაქი. თითქოს ჩემი ხარ და არც ახარ ჩემი. გაყინული თითებიდან ცევდა მოწვეთავს. ქრისტესწრემლივი ცუფთა და უშენობასავით ძიმე დარდის საბუდარში დაჩეკილ ტკივილის წიწილებს სული უნდა დაუყარო საკენკად. კიდევ კარგი რომ როგორც სვეტი ცხოველს უფლის კვართი, ისე მითბობს და მინათებს ფიქრებს სიყვარულის ჭეშმარიტება. ძაძა გაუხდელმა ტკივილებმა ხედ ქცეულს ხელში საგაზაფხულე გაუშლელი კვირტებივით ჩაბრუნება, იმიტომ იციან რომ არ დამავიწყონ, ძველი თახჩებიდან გადმომიყარონ შენი დიდების შარავანდედით ანთებული ფოლიანტები და მაინც ყველაფრის ჯინაზე, ჟამით დამტვერილ დღეთა გაცრეცილ ჭმუნვაში, სვეტი ცხოვლის საძირკველი, გულზე ჯვრად ყოველთვის ისე მეკიდება, როგორც უფლის ხატება, როგორც მუდმივი და შეუცვლელი საბაბი შენი სიყვარულისა. იქნებ დაგიმტკიცო კიდეც და იმდენი შევძლო რომ შენი სიყვარულით ცა მართლა დაგხურო ქუდად, დედამიწა კი გავცვითო ქალამნად, თორემ შენს წინაშე გადაუხდელი ვალივით მეწვის აქამდე მოტანილი ჩემი ცხოვრება. ღმერთმა ქნას რომ თითოეული ქართველი თავის სამშობლოში საქართველოში გაჩენილი ისე არ ცხოვროს ღმერთმა და დიდხანს იყვნენ ყველანი, რა თქმა უნდა, ჯანმრთელები და ბედნიერები, ისე არ ცხოვროს უფალმა, რომ ნამდვილად მისი ცხოვრებით გადაიხადონ სამშობლოს წინაშე მოქალაქეობრივი და ადამიანური ვალი, რასაც ქვია. წავიკითხოთ შემდეგი. თითქოს ჩავნიშნე რაღაცეები მე და მამლის ყივილად მოსული კაცი. გარიჟრაჟი შორს იყო. საწოლში ვეღარ დაეტია. გახურებული სხეული გაჭირვებით გადმოათრია ჭუჭყიანი ქვეშაგებიდან. რის ვაილაგლახით გაუყარა ფეხები ქუსლებ დალეულ ფლოსტებში. აივანზე გახანხალდა. კუთხეში მიდგმულ ტახტზე ჩამოჩნდა და გახურებული სხეული დილის ნესტიან ნიავს შეუშვირა. სიგრილე მშვება მოჰგვარა. წამოდგა და პერანგის ამარამ ბოსტანს მიაშურა. რიჟრაჟის ფრად გამოიყურებოდა კვლებში გარინდული მწვანე ლეული თუ ბოსტნეულის ჩითილი. ნელა ჩაუყვა, მალევე ამოუყვა უკან ბილიქს. იქვე ბლის გადანაჭერზე ჩამოჩნდა და ბორგავი მუცელი ფეხებს შუა ჩაისვენა. თითქოს ადრია და რა მემართება? გაიფიქრა და ნამიანი საფეთქლები ხელის გულებით დაისრისა. წამოდგომა სცადა. საშინელი ტკივილი დაეძგერა წელში, წამოაკივლა და იქვე გააშეშა. თავს ცოტა ადროვა. იმ ძალას გაუმკლავდა შიგნიდან კალოსავით რომ ლეწდა და ანგრევდა. რამდენჯერმე დაეცა. ბოსტნის ფხვიერ მიწას ფრჩხილებით ჩაფრენილი გოჯა-გოჯა მიიწევდა სახლისკენ. როგორც იქნა აფორთხდა კიბეზე და ლოგინამდე ღმუილით მიაღწია. ტკივილი მატულობდა, სიმწრისობში გაწუწული ქალი იკლაკნებოდა. მიშველე, ღმერთო, მიშველე, მიშველე, ისტერიამდე მისული არარსებულ საგნებზე წაპოტინებას ლამობდა. ჰაერი აღარ ყოფნიდა. ქანს გაწყვეტილმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და საშინლად დაიკივლა. ფეხში შველი, სისხლით დაწინწყლული მიტკრის პერანგით გავიდა სახლიდან. ქალის სული და ტრედისფერს შეერია. გახშირებული მამლის ყივილი ისმოდა მშვინავ სოფელში და ჯერ ისევ თბილ ნატანჯ სხეულთან პაწაწინა მოწითალო არსება ფუთფუთებდა და გულსაკლავად ჩხაოდა. ქალს პირზე შერჩენილი შვების ღიმილი და უსაზღრო ტკივილითა და ნაღვლით სავსე თვალები ჰქონდა. ყელზე ოფლის ცივი ნაკადული მოცურავდა. სმენას აღარ აღელვებდა მამლის ყივილად მოსული ბიჭის ღნავილი. აქა-იქ
მეზობელი სახლებიდან, სადაც პირველად მისწვდათ ქალის კივილი, დაფეთებულები გამორბოდნენ. მართა, მართა, ჰაი მართა, ოთახში შესულები ადგილზე გააშეშა ციბრალულმა გაოცებამ, ტკივილმა და დანანებამ. ვაი შენს დედასო, ფეხაკრეფით მიეახლნენ, თითქოს არ გაეღვიძოსო, ატირებულებმა აართვეს ჩაბჟირებული ბიჭი და მოცახცახე ხელებით დაუხუჭეს თვალები. სოფელში ისევ არ წყდებოდა წითელ ბიბილოვანთა ომახიანი გადაყივლება, რომელსაც ჩვილის ღნავილიც უერთდებოდა. მეუღლის გვერდით დაასაფლავეს მართა და ფხვიერ ბორცვზე მინდვრის ყვავილების უნაზესი კონა დაუტოვეს. სამადლოდ გაიზარდა ბიჭი ნათესავ მეზობლებში. ხშირად, ძალიან ხშირად ხვდებოდა ყურს სხვებისგან ნათქვამი დედა და უკვირდა, სად იყო დედამისი. პირველი კლასი და აი ია უდედოდ მოვიდა მისთვის. გულს ტკენდა მშობელთა კრებებზე შიგადაშიგ მოსულ ნათესავ მეზობელთა დანახვა, რომლებიც შემდეგ ნელ-ნელა სადღაც გაქრნენ. საშინელი სიმარტოვე აგდებდა გარეთ და ეზოში, ლეღვების ძირში წამოწოლილი სწავლობდა გაკვეთილებს, ცას ახყურებდა და ოცნებობდა ოჯახზე. უღიმოდა შორეულ, აჟრიამულებულ და ბავშვებით დახუნძლულ დროს. იზრდებოდა ბიჭი. სიმინდის ატეხილ შრიალში უჩნდებოდა ხელებზე კოჟრები. ხმაწვილობაში ალერსით და მორიდებით მოუყვნენ მამლის ყივილად დაბადების ამბავი. მას მერე სიმარტოვე შეიყვარა და გულჩათხრობილი ტყეღრე დაეხეტებოდა. ცოლი უნდა შევრთოთ ნამდვილადო. ითათბირეს, გარშემო და საქმე შეუდგნენ. ჯერ გაუბედავად აგონებდნენ, მერე კი საითაც გაიწევდა, წინ დაახვედრებდნენ. კაცო, ცოლი მოიყვა, ცოლი! ელვისის სწრაფით მოხდა ყველაფერი. საპატარძლოდ მოიძებნა და ჯვრისწერის გვირგვინიც დაადგეს თავზე. საკლავი დაიკლა, ქვევრები მოიხადა და ლეღვების ძირში გაიშალა სალხინო სიმღერებიანი სუფრა. სტუმრები რომ წავი წამოვიდნენ, გამრავლდითო, დაუტოვეს და იმ დღიდან ცოლფრულ უღელში შებმული ეწეოდა ოჯახის ჭაყანს. ქალი ლამას ფარდებად და ქოთნის ყვავილებად დაბინავდა ოჯახში. ქვას ეფერებოდა, უვლიდა, გვიდა დააწკრიალებდა, თავს იწონებდა ეზოში აღაღანებული სიმწვანით. წყლის თავზე ჭერქვეშ აკვანი არ დარწეულა. არც მეორე და არც მეხუთე, არც მეათე წელს ჩამოუღიათ სხვენიდან აკვანი. კაცი წლიდან წლამდე ჯიუტადელოდა დედისეული კერიიდან, საკუთარი სისხლის წვეთად ამობრწყიალებულ გვარის გამგრძელებელს, მაგრამ ამაოდ. ზაფხულის ცხელ მთვარიან საღამოებში ძლივს გადადიოდა ბოღმიან ყელში მაწვნის შეჭამათში ჩამბალი ლუკმა. თვალსა და ხელშუა სახლდებოდა ჭაღარებად გაპარული დრო. კაკლის ჩრდილქვეშ უყვარდა ჯდომა. ფიქრიანი თვალებით გასცქეროდა თების სილურჯეს. სხვისი სახლებიდან გამოსული ბავშვების ჟიამული გულს უწურავდა. ნიკოტინით გაყვითრებული თითებით ისრეს და წამოტკივებულ შუბლს და ბოღმის გუნდას გავდა ერთიანად. ერთხელაც ასე იჯდა. მერე მხრებში მოხრილი წამოდგა და დამძიმებული ნაბიჯებით გაუბედურებული კაცის ყანყალით გაეშურა ჭიშკრისკენ. ამირან, საით ამირან? წამოეწია დედაკაცის ხმა. კაცი მობრუნდა. უაზროდ გახედა მოძველებული აივნის რიკულებზე გადმომდგარ ცოლს. მერე ზანტად ჩაიქნია ხელი და სოფლის მტრიან შარაგზას დაადგა. ის იყო და ის. დედის საფლავზე უნახავთ უკანასკნელად. მას მერე მისი თვალის დამკვრელი არავინ ყოფილა. წასულა და გამქრალა. თურმე დღემდე უცნაურ, ამოუხსნელ ამოცანად დადის და პირმოუკვრელ ჭრილობასავით ვერ იშუშებს მისი გამზდელი სოფელი მამლის ყივილად მოსული კაცის ამბავს. რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ძალიან ბევრი ისეთი ამბავი და ისეთი ამბები ხდება, რომლებიც მერე თავისთავად გარკვეულწილად ხდებიან
ინსპირაციები შემოქმედი ადამიანებისთვის იწერება ნოველები, რომანები, მოთხრობები, სიმღერები, ფილმები იქმნება და ასე შემდეგ. წავიკითხოთ კიდევ სოფელა. ეს ადგილი გეოგრაფიულ რუკაზე არაფრით გამოირჩეოდა. ჩვეულებრივი ადგილი იყო. სახელიც ჰქონდა და წარმოშობაც. ახალმა თაობამ არ იცოდა, თორემ ძველებს მისი დამაარსებლის ავანჩავანი და ამბავიც ცოდნიათ. ერთი პატარა სოფელი იყო. აქედან და იქიდან თავისნაირ სოფლებში მოქცეული. ლარივით სწორი გზა ზედ შუაზე ჰყოფდა სოფელს და აქედან გამომდინარე მაცხოვრებლებიც ასე არქმევდნენ. შარას ზედა უბნელი და შარას ქვედა უბნელიო. შრომელი იყო სოფელი. თითოეულა უქნარაც გამოერეოდა ხოლმე, მაგრამ ეგეთებს გახარება არ ეწერათ. ვენახები და ნაკვეთები ორივე უბნელებს სოფლის ბოლოში ჰქონდათ და ყველანი იქ ხვდებოდნენ ერთმანეთს. ზოგი იქ მიმავალი, ზოგი იქიდან მომავალი, ზოგნიც კიდევ ადგილზე დამხდომები. ზოგი თესდა, ზოგი ხნავდა, ნიადაგს აყოხიერებდა, სხლავდა. ვინ თხოვდებოდა, ვის ქმარი გალატობდა, ვინ კვდებოდა, ვინ რჩებოდა, ვინ ინათლებოდა და ვინ პატიოსნდებოდა. ამ ყველაფერს სოფლის ბოლოში გებულობდა ხალხი. აბა მთელი დღე სისხამდილიდან გასულების საღამომდე იქ იყვნენ და შინ მისულებს, დაღლილ და კანცულებს რაღა ეჭორავებოდათ, მაგრამ ჭორიკნობამ შეყვარება იცის. ხო და ჭორაობაზე შეყვარებულები მაინც გამოდიოდნენ გარეთ, სახლების წინ გრძელ ხის კამებზე დაეყრებოდნენ მუშაობით გახურებული ხელფეხით და ახლა ჭორაობით იწყებდნენ ენის ლესვა გახურებას. ასე რომ მაინც არ ეპარებოდათ არც შარას ზედა უბნისა და არც შარას ქვედა უბნის ცინცხალი ამბები. ერთ ამბავს მეორე მოჰყვებოდა, მეორეს მესამე და იდგა ერთი ვაივიში და უიქა. მიტუას ბიჭს აქვსენტანტ გოგო შეყვარებია. მერე ეგ როგორ იქნება? მიტუა და აქვსენტა სამკვდრო სასიცოცხლოდ რომ არიან გადაკიდებულები. შენ არ ხეინათ იყავი, სიყვარული ისეთი რამია, შერიგდებიან. შიგადაშიგ ჩუმდებოდნენ, ისვენებდნენ, ნათქვამს გონებით წონიდნენ და შარაზე ამრელ ჩამვლეს პრაწივით აყოლებდნენ თვალებს. აგე ცალუღელაანთ ციალამ ჩაიარა. ერთი გახედეთ, როგორი გავისქნევით მიდის. აი, მეხი კი დაგეცეს მაგ გასიებულ თავზე. წლის თავი ჯერ არ გადაუხდია და ნახეთ ქა, როგორ შეფერადებულა. მაშ ეგეთი პატივისცემის ღირსი იყო საწყალი მიხაკო. ამასობაში მეჭორავეთა რიცხვი მატულობდა და გაცხარებული ჭორავებისგან იქაურობას ბუღი ასდიოდა. ეშკში შესვლა მაშინ იწყებოდა ასპარეზზე კაცელად ნატუა რომ გამოჩდებოდა. მოდი ნატუა, მოდი ქა, სადახარ აქამდე. გაიც გამოიწეოდნენ თეძოს ხელი ქალები და ზვალტყავა ნატუაც რბილად ჩაეკვეხებოდა ხოლმე საქაქანოთ. ნატუა ერთი უკეთილშობილესი, უპატიოსნესი, უშებერტყილესი, უკაპასესი და თან უმშვიდესი ქვრივი იყო. მოკლედ, კომბალთან კომბალი იყო, წკეპლასთან წკეპლა, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, მგელთან მგელი, ბეჩავთან ბეჩავი და სოფელში არავინ მოიძებნებოდა მისი დამჩაგრავ შემშინებელ, მომტყუებელ, გამთილიკებელი. სოფელი სიყვარულით სოფელას ეძახდა. სოფელა ძალიან ადრე დაქვრივებულა. თავის დროზე ისეთი გოგო ყოფილა, მზეს ეუბნებოდა თურმე მე უფრო კარგად ვანათებ, შენ მუღარა მოხვალო. ქმრად ისეთი ბიჭი ჰყოლია, ისა და მთელი სოფელი. ვაშკაცი, ხელგაშლილი მასპინძელი, გამტანი, ოჯახის მოყვარული, ქვრივობოლო ხერჩაგრულთა ქომაგი და დამცველი. ისეთი გაცინება სოფელში არავის ცოდნია, ალალი, ნამდვილი, სუფთა და უბოროტო კაცი ყოფილა. ის რომ ღვინოს დაწურავდა, სოფელი ხარობდა, კაცელაანთ დათამ ქვევრები დაავსო. იცოდნენ რომ ისევ იმათთვის უნდა დაცლილიყო, ისევ იმათით უნდა გაეხარა დათიას. ჭირი იყო თუ ხინი სოფელში, ყველა სუფრაზე დათიას ღვინო ისმეოდა. მერე ომი დაწყებულა და ჯარში გაუწევიათ.
პირველ წელსვე მოსვლია ნატუას შავი ფურცელი. გაგიჟებულა, თავი უნდა დავიხრჩო და მდინარისკენ გაქანებულა. გამოჰკიდებია სოფელ ქვეყანა. ნატუავ, ებალს რა პასუხს ეუბნები, მამა არა, დედა არა, ვიღასანა ბარასას ტოვებო. მოუყვანიათ გონებაზე და მართლები ხართო, უთქვამს, ტანსაცმელი შეუსწორებია, თავშალი კარგად წაუკრავს და გაკერპებული წამოსულა. მერე ერთ-ორ წელიწადში პატარა ბიჭი იმ მდინარეში დახრჩობია, თვითონ რომ აპირებდა გადავარდნას და მთლად შეშლილა. მდინარეს გაუტაცნია და ვეღარ უპოვიათ ბავშვი. ამის მერე მოდის და მოათრევს ნატუა წუთი სოფელს. ყველა უყვარს, გაჭირვებულთა ტალკვესია, გასათხოვრის მაჭანკალი, მიცვალებულის გამპატიოსნებელი, ობლის ქომაგი, ოხრის გამომსარჩლებელი, ქურდავაზაკის მტერი და მოკლე მთელი სოფლის ავანჩავანი. აბა ნატუავ, მოგივლია მთელი სოფელი, გეტყობა დაღლილი ხარ, რას გვეტყვი ახალსა, მოგვიტანდი ცხელ ამბებსა. რას ამბობ? კუტალანთ ნანიკავ, შენ კი აქ ჯდომით ვითომ და მზეს უმზირის ზედ სახთიდე, ჭორები ახლა შენთვის უნდა მომეკითხა. ეგეთ შენა, ახარხარდნენ ქალები. უი, თვალი დაგდგა შემაკრატელა ნატუავ, სოფელა შენახარ და ვითომ რასი უკადრისე, სიყვარულით ნიშნი მოუგო ნანიკამ. საიდან მოდიხარ, ვისთან ყოფილხარ, აღარ გვეტყვი ქალო? მართლებიც იყვნენ. ნატუამ ჭორების გარდა იცოდა, ვისთან ძროხამ მოიგო. სად წიწილამ გამოტეხა კვერცხი, სად თიკანმა დაიპეტელა და სად ბატკანმა გაახილა თვალი. იცოდა, სად ლობიო თუხთუხებდა, სად შამფური ტრიალებდა, სად ჩაქაფულს ხარშავდნენ, სად ხმელა და ყველი ელაგად და სად მარტო ხახვი და პური უწყავდათ პირს. იცოდა, ვის ტკიოდა, ვის ციოდა, ვინ ტიროდა, ვინ იცინოდა, ვინ ქურდობდა და ვინ მრუშობდა, ვის ბუმბულზე ეძინა და ვის მატყლზე, ვისი ბამბა ჩხრიალებდა და ვისი კაკალი, ვინ ნაღდობდა და ვინ თვალთმაქცობდა. ხო და ამდენი ამბების მომლოდინე ქალები პირზე ნერწმუნ გარნიელოდნენ ნატუას აკაქანებას. ნატუა ციფერებდა, მოსწონდა სოფლის შენერქმევის სახელი და ქალების აკაცკაცებული კბილების შემხედვარე გულიანად იცინოდა. უი, თქვენ კი დაგწყვიტათ ჭირმა თქვენ უსაქმურებო თქვენა, საიდან მოდიხართ და რა გინახიაო ქა? საიდან მოვდივარ და ნაპირელიანთ მაყვალასკანა. წუწურაქი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ არ ამჯეროდა, სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე. მივედი. ჯერ ხომ მოიყრუა ყური, ვეძახე და ვეძახე. ვერაფერი გავაგონე. ავდექი და შევალაჯე რა. საქურდლად კი არ მივდიოდი, მეზობლისას მივდიოდი სალაპარაკოდ. ეტყობა რომ დამინახა, იფიქრა გაჟეჟის გატეხილი ჯობიაო და სათონედან გამოღდა. უი, ქა, ნატუავ, შენახარ? იძახდი, რამ დამაყუავ, საქმიანობდი და ვერ გავიგონე. შევამჩნიე რომ აქეთ-იქით იწევს, უნდა რომ სათონედან გამოვიდეს. მე სიმართლე გითხრა, რას გამომაპარებდა. მივხვდი რაღაცას მწარედ მალავდა. ავდექი და პირდაპირ სათონეში ვდურთე თავ. რასა ვხედავ ქალებო? რასა? მოუთმელად დააყარეს ქალებმა. დამაცათ რაღა, ხო და იმას ვამბობდი, რასა ვხედავ ქალებო და ამ კუჭ გამხმარ მისღემში უყოლელ და უქონენ მაყვალასა, უთვალავჯე რომ ხელი გამიმართნია და ორჯამიანებით ქვილი, ხორბალი და simingi გამიტანებია, თუ ვაყვედრი დენა გამიხმეს, მაგრამა რასა ხედავს ჩემი თვალები, რასა ქალო, რასა აღარ იტყვი, დაგხოცა ამ ამაცხონებულმა ამანა, დაუკლავს კარგა მოზდილი ჩასუქებული დედალა. ისეთი რომ სიმსუქნისგან ზიმზიმებს, მდუღარე იქვე მოუდგამს სპილენძის ქვაფითა. მიწაზე გაფენილი ბუმბული მეცოტავა. ესე იგი პუტავდა და მე დამიმალა. ეს არ მომეწონა ქალებო, უთხარი, გააგრძელე მაყავ თორე თუ გაგიცივდა ქათამი, პირველად ხო არა პუტავ, ვეღარც გააძლი ბუმბულსა მეთქი. ნირწახტარი ეგრევე მოტრიალდა და თავის მართლებასავით მოჰყვა. დეიდაშვილი მესტუმრა ქა აგუშინ წინ და მოსაკითხად მომართვა დედალა. ხო იცი ნატუავ, ქათმები მე არ ამყავ და დანატრებული ვიყავ ქათმის ხორცსა, ხო და დღეს დავიკალ. კაი დეიდაშვილი ყოლია, მას ჩახოხბილს აკეთებ არა? ვიკითხე. ამ წუპაკმა მაყვალამ იმდენი ითრია ფეხი, იმდენი ჯერ ფიჩში დაამტვრია ზოზინით, მერე ნახევარი საათი მეჭრავა, მერე სანამ
ფეთში შეუკეთა, სანამ გაახურა, სანამ დედალა გარაცხა, სანამ და ჩემმა კუჭმა თავისი ქნა. რომ მივხვდი ქალებო, ჩემთვის ენანებოდა, ავდექი და წამოვედი. ვითომ ჭიშკართან მომდია, რა გეჩქარებოდა ნატუამ, დამწვეოდი სადილზეო. ავდექი და მეც უთხარი, უკვე გიახელით მეთქი. მოიცა ნატუავ, რამხელა დედალა იყო? ნაცრისფერი და შამწიწკლებიანი ხომ არა? გააჩერა აკაკანებული ნატუა, მიჩელაანთ დაიყო. რავი ქა, მგონი ეგეთი იყო, უპასუხა ნატუამ. მერე შენ რაოდარო? რაოდა 2 დღის წინ დავკარგე, სად აღარ მოვიძიე, ვიღასთან აღარ მივეხეთე. აი ეგ წუპაკიეგა, მაგას ვაჩვენებ ჩახოხბილსა. თავშალი გადაილიჯა დარომ და კლავებ დაკაპიწებული ისე წამოდგა თითქოს საჭიდაო ხალიჩაზე გადადისო. ქალებიც წამოიშალნენ. მოიცათ, დაიძახა სოფელამ. სად მიდიხარ? ჩემს ენაჟზე ბავშვსაც კი არა წყენი არა. ახლა ეგრა მაყია ქვეყნის ბაირაღი გამხადოთ. აი წამოდით, მე ვიცი რასაც ვიზამ. თქვენი სუსი არ გავიღო გონო ოღონდაცა. მაყვალას ჭიშკარში 6-ოდე ქალი რიგრიგობით შევიდა. მაყვალა დაიძახა სოფელამ. დაბლა სართულიდან გამოძვრა ნირშეცვლილი მაყვალა. აი დარიკოს ქათმის ბიძაშვილი ყოფილა შენი დედალა და ჩახოხბილზე დაგვპატიჟაო. ის დღე იყო და ის დღე. სოფელა ერიდებოდა. წარამარა აქეთ-იქით სიარულს და იმის შიშით რომ ვაი თუ ძალაუნებურად ისეთი რამე წამომწდეს, ჩემი ენის გამო სამკვდროს ასისოცლოდ გადავკიდო ეს მშვიდობიანი სოფლელები ერთმანეთსო. რა თქმა უნდა, გაგახსენდებოდათ ნებისმიერ სოფელში, ქალაქშიც არიან ადამიანები, რომლებსაც უყვართ ამბების მოსმენა, მიტანა, მოტანა, თავისი ინტერპრეტაციებით შელამაზება მერე და ჭორიკნები რო ქვიათ. ბოლოს და ბოლოს. ყველგან არიან, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს კეთილი ჭორიკანა ქალი ყოფილა სოფელა. აბა წავიკითხოთ ახლა ჩვენ, წავიკითხოთ. დიდმარხვის ფსალმუნებო. მარტი ბოლოსკენ მიიწევს ჭირვეულობით. ხან აირევა, ფორი აქობს ეჭვიანი და აშარი ქალივით. ხანაც გაზაფხულივით განაზდება და იპრანჭება, ლამაზი და სურნელოვანი ეკითხება სარკეს. სარკევ, მითხარი, ვინ არის ყველაზე ლამაზი, ყველაზე მშვენიერი თვე წელიწადის ამ დროს? თუმცა საეჭვოდ ეჩოთირება თოთო კანზე სამყაროსგან ნაფაცი ფუცარი ეკლიანი და უცნაური გზავნილები. ვზივარ კაფეში, უფრო სწორად კაფეს ეზოში. ისეთი სიმშვიდეა და ისეთი სიჩუმე, ქალაქის ხმაური ძლივს აღწევს აქამდე. გარე სამყაროს მოწყვეტილს ულამაზეს თავშესაფარში მგონია თავი. უსიხარულოდ დადის ჩემი ქალაქი. ადამიანები ნაბიჯებით სევდას თესავენ და თვალებიდან ცრემლის ყვავილები უცვივად. ულამაზესი თარიღების განცდები სამყაროს ადამიანთა ცხოვრებიდან გადაუბელავს. ვუსმენ მარცს, რომელიც ამ წუთებში მოხასიათდა და ისე გამოპაყანაკდა, ისეთი ცხელია, როგორც სიყვარულის ელეთ-მელეთი. გრძნობ, როგორც აღწახებენ ჰაერში გამოკიდული წარსულის ბედნიერი ჟუანტელები, როგორც ჩურჩულებენ ნეტარებით მასზე მოკონწიალე სურვილები, ცხოვრებისგან ნაჩუქარი ფსევდონიმებით აკინძულები. ისეთები, როგორც ბურუსებში გაყურსული ეფემერები და უმარტივესები, როგორც წმინდა ზიარების დიდი საიდუმლო. ეზოში პირდაპირ შავი პიანინო დგას, ახდი და თავს და შემოგღიმილებს შავ-თეთრი კლავიშების მონაცვლეობა და ოქროსფერი, მრგვალი, ლამაზი, დალოცვილი ქართული ასოებით შემოგანათებს გულის გამაჩერებელი სიტყვა საქართველო. როგორც მარადიული სამყაროს გზამკვლევი სიმბოლო, ახლა როცა ისეთი დროა, როცა მიწაზე უფრო მეც ფიქრობენ ადამიანები ვიდრე ცაზე და გაურკვეველი ნიშნების ნისლით სავსე ფილტვები ალალბეძე სუნთქავენ. ხასხასა თეთრი შუქის წინასწარმეტყველურად ჩამოდის სულის სკრინინგად და ქუჩაში გამოტანილი ყველა პიანინოს ბედი მაწუხებს, რომლებსაც დაბერებული ხელებით უკრავენ ძალიან მოხუცებულები, გამლელების სიბრალულს მიფიცხებული დიდებული დავიწყებული პიანისტები და
ნიჭიერი ახალგაზრდები. აქ ნაკლებად ისმის ქუჩის ჭორიანი ფერის მოყაყანე მდინარის ამბები. სამწუხაროდ გამქრალან ცხოვრებიდან კარგი ამბები. ცხელცხელი გემო აქვს გავარვარებულ ამბებს, ჰესების მშენებლობაო, გაყიდული მიწებიო, დაკარგული სამაჩაბლო და აფხაზეთიო, გასხვისებული გარეჯიო. ვისას ითვისებთ, ვისას ყიდით, ვისას იმეტებთ, რატომ მიკარგავთ ჩემს სამშობლოს? ვინ მოგცა შენ ამის ნება? მიქრობ ტაძარში მთავარ კანდელს, რაც ძალი და ღონე გაქვს დიდი საშლელით შლის სიტყვებს. ენა, მამული, სარწმუნოება. ჩემს კანდელში ახლა ზეთის მაგივრად სისხლიასხია. უნდა ვიცოცხლო, ტკიოდეს, მიხაროდეს და დავიმარხო საქართველოში. გული მტკივა, ჩემს ულამაზეს სამშობლოში კარგია შუხლი ბიბინებს ღალატის მოლად. დღეს დილიდანვე მქონდა სურვილი და ახლა ჩემი თავი უნდა გამოვიგავო, გავრეცხო და სახლივით დავალაგო. ნახავერდები ოცნებები უნდა დავკიდო ფარდებად. რატომ მიკლავთ სამშობლოს? რატომ მიქრობთ სულში ყელავდრებს? შესაბრალის ითანაგრძნობა სულაც არ მინდა. დამიბრუნეთ ჩემი ბავშვობის სიმღერებიდან, საქართველოს ისტორიის გაკვეთილებიდან ზღაპრული ფასკუნჯები. ქვეყანა უმწაო ჭიანჭველების ბუდეს დამსგავსებია. ერთი საცოდავი ფუთფუთი აქვთ შემდგარი. გადადიან და გადმოდიან. ერთმანეთს ეჯახებიან, ისე უკან ბრუნდებიან. უდიდესი გულმოდგინებაა მათ მოძრაობაში. მე ვერ წვდები მათ აზროვნებას, მხოლოდ ის ვიცი, რომ მზეზე საოცრად გამჭვირვალე ეს ყავისფერი არსებები მხოლოდ და მხოლოდ საკვების მოსაპოვებლად ირჯებიან. პატარავდება ყოველდღიური ფორიაქით შეჭმული იმედი, იცრიცება ღიმილი, ცივდება მოკითხვები, გულს ემატება ზაფრანისფერი შიში. ვაი თუ ადამიანები დაეკარგონ ერთმანეთს, აღარ არიან ქვეყანაზე ბოროტებასთან ანგარიშგას სწორებელი სარანგები, ზეკაცები, პატრიოტები. უსიყვარულობაში ცახცახებენ ასკილის ვარდისფერი ყვავილები. უძველეს წიგნებში რომ ეწერა, ისეთი ამბები ხდება. რაღაც სხვანაირ შხამ ვირუსში იხრჩობა სამყარო. გამოაღეთ ფანჯრები, გააორპირეთ, არ გაგვატაროთ სირცხვილის დერეფანში და არ წაგვართვათ სამშობლო, ისე როგორც ნივთი, როგორც ეზოში დადგმული პიანინო, რომელსაც ოქროს ასოებით აწერია საქართველო. მიშველეთ დიდმარხვის ფსალმუნებო, უფლის დედაო, ჩირაღდანო ჩემი სულისა, უმანკოების ციურო მანდილო, გატლანქებულა უშენობით სიცოცხლე ჩვენი. სამოთხისა და შენს წილხვედრ მიწაზე ამაზრზენია დელგმად მომსკდარი უცხო ტომის ღრიანცელი. არ დაუშვა რომ ედემი გადახრიოკდეს და უცხო ტომის ქიმერებმა გადააბნელონ სამშობლოს საკურთხეველზე ცრემლით დაქარგულ ლოცვებს მდგავენ შავი ყორნები. ვიცი დაგღალეთ ძმათა ომებით, შურით, მტრობით და ღალატებით. დედა ჩემისგან ერთი თოჯინა და სიკვდილის წინ დანატოვარი სიტყვები დამრჩა. მხოლოდ კარგი ქართველი დედა იყავიო. ხომ ხედავ რა უსუსური ვარ. გადმოიხედე ციდან, დედაო უმთავრესო. მოიხმე სადარ გაბნეული კერა, სალოცავებ და საფლავებ მიტოვებული დედები, რომ ძალა გამოცლილ, გასაწირად გამეტებულ საქართველოს ციხე კოშკებად შემოუმწკრივდნენ. დიდმარხვის ძალავ, სული საყდრებში თრთოლვაშეყრილი ანგელოზები მეხმარებიან, რომ ქერუბიმებზე უპატიოსნეს და სერაფიმებზე აღმატებულს მუხლმოყრილმა მივაწვდინა. უწმინდესო დედაო ღვთისავ, დიდო დედაო, მეც არაფერს ვთხოვ, ჩემი სამშობლო გადამირჩინე. რა თქმა უნდა, ყოველთვის ლოცვებში ყველა თითოეული ქართველი ეჭვმეპარება, რომ შესთხოვს ყველა წმინდას, ყველა ანგელოს, საქართველოს ხატებს და სალოცავებს. პირველი სათხოვარი რაც არის, რომ საქართველო გადარჩეს ყველანაირი უკეთურობისგან, ბოროტებისგან, მსოფლიოში დატრიალებული ის ყველა ხედავს და გვესმის საშინელი კატაკლიზმებისგან, რა თქმა უნდა. არ ვიცი რა ადგილია, თითქოს ყოფილვარ და არცალ ყოფილვარ.
საკუთარი ინტელექტუალურ ზნეობრივი სანთლის ყვავილებიანი კოქტეილი ჩამდის ყველა უჯრედის მენტალურსა და ფიზიკურ მწამს შორის სიცოცხლის არგუმენტებად. მთელი დღეა სულისწამალივით მათავს ეკლესიის სიჩუმეში ჩაგვირისტებული საკმარის სუნი ლოცვად. გონი სასიზმრეთია. სიზმარი ხომ ცნობიერების ფორმაა. სამართლის დოქტორივით მესაუბრებიან ცნობიერის თავისუფლება მოწყურებული ოქროს წრეები. თითქოს მდინარია ჩემი სხეული, მოვდივარ, ცოცხლობ და გზად ახალ-ახალი შენაკადებით ვივსები, ვიზრდები, აზრი და ღონე მემატება. მოვდივარ და მუდმივად მაწუხებს. მოვედი რისთვის? მივდივარ საით და წავალ საათ. ყოველი კითხვა მნიშვნელოვანია. უფრო წავალ საათ მაღელვებს. უნდა დაუჯდომელი სადიდებელი ვუკითხო წმინდა დედა ღვთისმშობელს და 1000-ჯერ გავიმეორო. ალილუია. ალილუია, ალილუია. ვიმეორო აღმატებულთა შორის უაღმატებულესი სიტყვა და ხილულსა და არხილულში, დაფარულსა და გაცხადებულში შევიცნო მერთი. ჩემი წარსულის სუნგამქრალი და შემცირნული ფერფთალი ბავშვობის ოცნებების ფოლიანტები დღესაც ქრთიან შემქრთალი შუბლის თხელი ძარღვებით. ახლა ნისლები და ნამოსული ანგელოზები მართმევენ ხელს. ნეტავ ცხადია თუ სიზმარი. ვიჟრაჟებში გამომკთალმა წმინდა დედა მარიამის მზერამ დედაზე წერა მომანატრა. ნეტავ დამტოვონ ტყელტერფიანმა ეჭვებმა, ყვალი არ დამიტოვონ სულსა და სხეულზე. არ ვარ ის თიხა, მოქანდაკეს რომ გამოადგება, არც ღვინოში ჩასაწობი პური ვარ, ხოლოდ გრძნობა ვარ ისევ იმაზე მეოცნებე, რაზეც ვოცნებობდი. ამასობაში შენზე ფიქრი მომიკაკუნებს, სულის ნელსაცხებლები აბყურებენ მანძილს ზეცამდე. თვალი მირაჟები საკვამურიდან ჩამომცქერიან, ჭერზე თვალებდახუჭული ოცნებები კონციალობენ და შენზე ფიქრი მიმოკლებს მანძილს. ყველა ბაქანი ცარიელია, არ ხვდება არვინ, ცივა და ნიავს საიდანღაც ლოცვის სუნი მოაქვს, ჰორიზონტს იქით, სადაც სინანულები ღვივიან ცრემლებად, ლოცვიან თოვაში იმედებივით ციმციმებენ ეკლესიის სანთლის თვალები. თითქოს ზამთრის ბაღებში ჩამოუყრია უფალს, ლოცვები და მე ხელკავით მიუყვები გაუყვალავ ბილიქს, თან მომყვება თეთრი მტრედის მოტანილი იმედი და სიცოცხლის გერბიანი სიყვარულის დროშების ჰიმნი. ჩემი სულის კელაპტარ საიქიოსფერმა და საკმევლის სურნელა დღეებმა ჩაუარეს. ღვთისმშობლის ცრემლებო, მითხარით, მასწავლეთ, აგრემც დაგენაცვლებით. ძალიან მჭირდება, სად დავკრიფო იესოს სახელობის ვარდები? ტაძრიდან ტაძრამდე უფლის შვილები ხელის გულებით ჩემგან ითხოვენ სულის ნაწილებს. არც დავფიქრდები, ჩამოურიგდები თითო მუჭა სიცოცხლეებად. აქ ამად გავუთბობ სულს გულაჩუყებული უფალი კი ცრემლად გაწვიმდება ზეციდან. მერე თითოეული ცრემლის ადგილზე სიყვარული ამოვა. ხელი არ ახლოთ, არ დაკრიფოთ, იცოცხლონ ჩვენი სულის შენდობისა და გულის სიხარულებად. მერე კი არც დაფიქრდე. იცოდე, წმინდა დედა ღვთისმშობლის მზერა და იესოს ცრემლები გულზე ავგაროზებად დაიკიდე სამყარო, რომ გაგიადვილდეს და ის ლოცვიანი ოცნებები ჩვენი ცხოვრების სიზმრეთიდან ცხადად გადაგვიქციო. ალილუია, ალილუია, ალილუია. აი ასე ჩემო ძვირფასებო, ამოიწურა ჩემი გადაცემის დრო. ეს იყო ჩემი პროზაული ნაწარმოებები ჩემი წიგნიდან ბეწვის ხიდი, რომლის რედაქტორიც გახლავთ კაბატონი ქეთევან დუმბაძე. მე ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და მინდა ყველას გისურვოთ უფლის შეწევნა, სიყვარულით სავსე გული, ბედნიერი დღეები, მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ცხოვრება და რა ვიცი, ყველაფერი საუკეთესო მემეტება ჩემი ქართველებისთვის. კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. მიყვარხართ.